კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ცუკერბერგმა ინტერვიუში თქვა. და ეს ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება მსოფლიოსთვის და მით უმეტეს საქართველოს საზოგადოებისთვის. ეს სიახლე ეხება სპამ კონტენტს, ბოტებს და ცრუ ინფორმაციას. და რას ნიშნავს ეს ყველაფერი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის და რა თქმა უნდა, მთავრობისთვის. როგორც იცით, ძალიან ბევრი დეზინფორმაცია სპამ კონტენტია ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ მეტამ გადაწყვიტა, რომ ასეთი რამ შექმნას. გამოჩნდება კომენტარების და პოსტების ეგრეთ წოდებული დაუნლოუდი, რაც ნიშნავს, რომ თუ საზოგადოებისთვის არ არის მისაღები კონკრეტული კონტენტი ან კომენტარი, ჩვენ საშუალებას მივცემთ სისტემას, რომ მიხვდეს ამ ყველაფერს და შეზღუდოს მსგავსი პროფილები და კონტენტი. ანუ მათ კარგი გავრცელების საშუალება აღარ ექნებათ და ზოგი პროფილი დაიბლოკება კიდევაც. აქ შეიძლება იფიქროთ, რომ რა მნიშვნელობა აქვს ბოტებს იყენებენ და ბოტებით აპლოუდს გააკეთებენ. მაგრამ არა, სისტემა პრიორიტეტების მიხედვით გადაანაწილებს ამ ყველაფერს, რაც ნიშნავს, რომ პროფილი, რომელიც დიდი ხანი არსებობს, არ არის საეჭვო, მისი შეფასებები უფრო პრიორიტეტული იქნება. ხოლო ბოტი, რომელიც 1000 IP-დან არის შესული და 1 IP-დან მილიონი ადამიანი შედის, ეგრეთ წოდებულ ვიეტნამის ფარმებიდან, მაგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მათ ძალიან პატარა გავლენა ექნება და უფრო პრობლემა შეექმნათ. დამატებით მეტამ თქვა, რომ დავაკვირდებით თუ რამდენად სწრაფად მიიღო კონკრეტულმა კონტენტმა ინგეიჯმენტი, ლაიქები, ანუ ჯამურად რეაქციები და თუ მაგალითად წამში მილიონმა ინდოელმა დალაიქა, ან თუნდაც ნორმალურმა ეკაუნტმა, რომელიც საეჭვოა, გაქრება ეს რეაქციები, შესაძლოა პოსტიც გაქრეს და მაგ პროფილს გავრცელების საშუალება მაქსიმალურად ქვევით დაუვარდება. ვფიქრობ, კარგია ეს დეზინფორმაციისთვის. სამწუხაროდ ჯერჯერობით შტატებში, დიდ ბრიტანეთში და ავსტრალიაში იტესტება, მაგრამ როგორც ვიცი, საქართველოში ძალიან მალე შემოვა. და ვნახოთ, რას გააკეთებს ეს ყველაფერი. დიდი ხანია უკვე ჩაშვებულია ფუნქცია, რომ თუ ჩვენ ვაზიარებთ პოსტს ისე, რომ არ წავიკითხეთ, სისტემა მას პატარა იარლიქს ანიჭებს, რითაც წერია, რომ ადამიანი, რომელმაც ეს გააზიარა, არ წაუკითხოს. სამწუხაროდ ბევრი ამას ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ ვფიქრობ, ეს სიახლე ძალიან ბევრ რამეს გაფილტრავს და ბევრი რამ გამორჩდება. წარმატებებს გისურვებთ. თუ გინდათ არ დამაფოლოვოთ.